თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 10 პირის პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიას, ირაკლი შაიშმელაშვილისა და გური ჟვანიას პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე სპეცრაზმელი იოსებ როსტიაშვილი დაიკითხა, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისვლის შემდეგ მოქალაქეები სპეცრაზმელებს აგინებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას და ესროდნენ ნივთებს. როსტიაშვილის თქმით, აქციაზე მას ქვა მოხვდა და დაზიანება მიიღო. დაკითხვისას მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ და ადვოკატებმა იკითხეს, თუ რაში გამოიხატებოდა აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდამცველების შეურაცხყოფა. როსტიაშვილის პასუხი იყო, რომ მოქალაქეები, რომლებიც მისივე შეფასებით ქვეყანას ანგრევენ, სპეცრაზმელებს მათ მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებდნენ. სპეცრაზმელის განმარტებით მსგავსი მოწოდება მისთვის შეურაცხმყოფელი იყო. სპეცრაზმელს შეკითხვა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ლაშა ბერიძემაც დაუსვა. მას აინტერესებდა მოწმემ რომელიმე ბრალდებული დაინახა თუ არა ათონელის სასახლესთან. ამ შემთხვევაში სპეცრაზმელმა უპასუხა, რომ ის კონკრეტული ადამიანები, ვინც აგრესიულად იქცეოდნენ და იგინებოდნენ, არ დაუნახავს პროცესზე. კომენტარი გააკეთა და მოწმეს მიმართა კიდევ ერთმა ბრალდებულმა პაატა მანჯგალაძემ. არც მიღავი მქონია, არც რაიმე სპეციალური აქტივობა არ ქონია. ყოველ შემთხვევაში ბატონო მოსამართლეთა პროკურორს ამის ფაქტი არ გამოუგებია გავიარეთ. ამიტომ რომელიმე ჩვენგან დაინახე ჩვენი ყოფნის დროს, ან რომელიმე ჩვენგან რაიმე შეურაცხყოფა ჩვენ თუ მოგექანი, ან საფასო დაავალა, ან რაღაც უნდა რომელიმე ჩვენგან ხო გამოიხედა ჩვენს რომელიმე ჩვენგან დაინახე. დღეს პროცესზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო ადვოკატ შოთა თუთფერიძესა და პროკურორ თამარ ბეჟუაშვილს შორის. სხდომაზე კიდევ ერთი მოწმე, სასაქონლო ექსპერტი შალვა კინწურაშვილი იკითხებოდა, რომელმაც თქვა, რომ ათონელის სასახლის დაზიანებული ღობის ზარალის ოდენობამ ჯამში 9300 ლარი შეადგინა. შოთა თუთფერიძემ მას კითხა ასახა თუ არა ექსპერტიზის დასკვნაში ვის ესაუბრა დაზიანებულ ღობესთან დაკავშირებით, რომელთა მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზეც ზარალის ღირებულება დაითვალა. შეკითხვას პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის მხრიდან პასუხი მოჰყვა, რა დროსაც მან ადვოკატს შოთა თუთფერიძეს პატივისცემის გამოჩენისკენ მოუწოდა. ინტერნეტში თუ ნახე მე თქვენი დაკითხვის დაწყებამდე მაიმარკეტ ჯიზე ვნახე შედეგების ფასები და ღობის დაკითხვის ფასები და ზაფხულს ამოდია მას თქვენ ხომ არ დაიწყებიათ ეს ამ წყაროს საიდან გუდეს საიდან გასვით ჩალებში არის სასილარი გარდა იმისა რომ ზოგადად რომ ვიღაცებს ელაპარაკე ზოგადად აი ამ კომენტარში ვაკეთებ ძალიან დიდი პრობლემაა მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება. დაკავებულებს ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. ასევე მათ ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლითაც, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით წარედგინა ირაკლი შაიშმელაშვილსაც. რაც შეეხება ლაშა ბერიძეს, მას ბრალდება ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავება. ამავე მუხლებს ედავებიან ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს. პაატა მანჯგალაძესა და გური ჟვანიას კი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.